უკრაინაში საქართველოს ელჩის პირდაპირი ჩართვა და პირველი ინტერვიუ ქვეყნიდან გამოწვევის შემდეგ. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, საღამო მშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში და გამონახეთ დრო, რომ ჩაგვრთოდით და მინდა რა თქმა უნდა პირველ რიგში გკითხოთ გუშინდელ შეხვედრაზე. თქვენ გუშინ უკვე ბრძანდებოდით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული, რაზეც წინასწარ დიმიტრი კულებამ დაანონსა, რომ წავე ტონალობაში წარიმართებოდა ეს საუბარი. რომ მოგვიყვეთ, ვის შეხვდით, რა ტიპის საუბარი შედგა და ასე შემდეგ, ჩვენთვის ყველა დეტალი საინტერესოა. საღამშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენს მადლობა. როგორც თქვენ ბრძანეთ, გუშინ დილით ჰქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრა შედგა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ პერებიინისთან, რომელსაც ცხადია საკმაოდ კარგად ვისნობ. საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომელზეც მან წინა დღეს ისაუბრა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ანუ უკრაინის მხარის მიერ გამეორებული იქნა ფაქტიურად ის, რაც თქვა მათმა პრეზიდენტმა, კონკრეტულად ის, რომ შეწუხებულები არიან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. შესაბამისად, თხოვეს ქვეყნის დატოვება 48 საათში, რათა გაუმართო კონსულტაციები დედაქალაქთან სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენი მხრიდან იყო რაიმე ტიპის ინფორმაციის გადაცემა, ბატონო გიორგი, თქვა ოფიციალური თბილისის პოზიციის თუ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე კონსულტაციები არ გაიმართება და თქვენ დატოვებთ კიევს? არა, რა თქმა უნდა, თბილისის პოზიცია დაფიქსირდა შეხვედრაზეც, ეს პოზიცია არაერთხელ გადაეცა უკრაინის მხარეს მანამდეც, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე უმაღლეს რადას დეპუტატებსაც, ასევე უკრაინის ომბუდსმენს არაერთხელ მივაწოდეთ შესაბამისი ინფორმაცია, ანუ უკრაინის მხარე არის სრულად ინფორმირებული იყო მანამდეც, თუ რა ვითარება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ამ შეხვედრაზეც მიეწოდა ის ინფორმაცია, განემარტათ სრული ყველა გარემოება ამ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად აღინიშნა, ბუნებრივია ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მსგავსი თხოვნა უკრაინის მხარის, რომ მე დავტოვო უკრაინის ტერიტორია, ანუ საქართველოს ელჩმა, ნეგატიურად აისახება ომხრივ ურთიერთობებზე, ნეგატიურად აისახება მათ განვითარებაზე. და რა იყო მათი პასუხი, ბატონო გიორგი? კი ბატონო, რაც არ შედის არც ერთი მხარის ინტერესი. ასევე ხაზი გაესვა იმ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველოს რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან უწევს უკრაინას, მათ შორის საელჩოს გვერდზე დგას. არაფერი უკრაინის მხრიდან აღინიშნა კვლავ ეს პოზიცია და დაფიქსირდა, ასე ვთქვათ, გამეორდა, როგორც გითხარით, პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. ბატონო გიორგი, რამდენიმე საათი გრჩებათ ფაქტიურად უკრაინის დატოვებამდე და ომის დაწყების დღიდან თქვენ იმყოფებით კიევში, არ დაგიტოვებიათ ომის დროსაც საელჩო და ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობდნენ ომის დაწყების პირველი პერიოდი ძალიან ინტენსიურად უკრაინაში, სრული 100 დღე გააშუქა რუსთავიორმა და გქონდა ჩვენ შეხება ჩვენს გადამღებ ჯგუფებს თქვენთან, ასე რომ გვინახავს თუ რა ვითარებაში მუშაობდით და ვთქვათ იმყოფებოდით ადგილზე. გაქვთ თქვენი პირადი ურთიერთობებიც, აი თქვით რომ ძალიან კარგად ვიცნობდი ამ მოადგილესაც, ვთქვათ, რომელსაც შევხვდით. ანუ თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება და ზოგადად როგორ აფასებთ, მე მესმის რომ დიპლომატი ბრძანდებით და პოლიტიკურ განცხადებებს ალბათ მოერიდებით, მაგრამ მაინც აი როგორც ელჩი, როგორც ადამიანი, რომელიც ამდენი ხანია იმყოფებით ამ შუაგული ომის დროს უკრაინაში, მოულოდნელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომ ვთქვათ, თქვენი ესეთი სასტრაბო წესით გაწევა მოხდებოდა კიევიდან. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო, ვინაიდან ამ მსგავსი შემთხვევა საკმაოდ იშვიათია დიპლომატიურ პრაქტიკაში. სულ ერთი თუ ორი მახსენდება, როდესაც ადგილსამყოფელი ქვეყნის ხელისუფლება ელჩს თხოვს, რომ კონსულტაციებზე წავიდეს საკუთარ დედაქალაქში. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს, როგორც გითხარით, მაქსიმალურად ეხმარება უკრაინას, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული კუთხით. ანუ თუ გნებავთ დამატებით განმარტებებს მოგცემთ, რა გააკეთა საქართველოს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა გააკეთა საელჩომ, რომელიც არ დახურულა საერთოდ არც ერთი დღე რუსეთის ინტერვენციის შემდეგ და ყოველდღიურად ვეხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს, ყოველდღიურად ვიყავით კონტაქტზე უკრაინის მხარესთან და მათ პრინციპში ძალიან კარგად იციან თუ რა გაკეთდა საელჩოს მიერ, რა ცხადია ეს ყველაფერი იყო
ხელისუფლების დავალებით და გვერდზე დგომით და რა გაკეთა ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის და დააკეთება დღესაც. და მიუხედავად ამისა, მაინც არა მარტო ჩემთვის, არამედ ბევრი ჩემი კოლეგისთვისაც. ვთქვათ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, დიპლომატიური კორპუსიდან მოულოდნელი იყო. მსგავსი გადაწყვეტილების გააშერება და ზოგადად მიღება. გასაგებია, თავად უკრაინელებისთვისაც, ბატონო გიორგი. ბუნებრივია. მათთვისაც მოულოდნელი იყო. დიახ, და რა ნაბიჯია დიპლომატიაში ამის შემდეგ? რა თქმა უნდა, კონკრეტულად უკრაინაზე არ ვკითხულობ, ეს არავინ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვთქვათ, ხელისუფლება თავად, მაგრამ დიპლომატიაში, აი ასეთი გაწვევის შემდეგ, შემდეგი ნაბიჯი რა არის ორ ქვეყანას შორის, აი დიპლომატიურ ურთიერთობაში, ბატონო გიორგი? რას უნდა ველოდოთ ამის შემდეგ? ზოგადად, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოკლე აღნიშნა, ეს არის ურთიერთობების და ურთიერთობების ზოგადად საკმაოდ გამწვავება. ამის შემდეგ თეორიულად იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის მხარეს დიდი ხანია ელჩი არ ყავს საქართველოში, ამის შემდეგ თეორიულად შესაძლებელია ის, რომ განაცხადონ, რომ მოდი დავწიო დიპლომატიურ ურთიერთობების დონე, რის შემდეგი ეტაპიც არის ზოგადად ურთიერთობების გაწყვეტა. ანუ ეს არის ყველაზე დაბალი ნიშნული, შეიძლება ითქვას დიპლომატიურ ურთიერთობაში გაწყვეტამდე? ბატონო? ეს არის ყველაზე დაბალი ნიშნული, შეიძლება ასე ითქვას, დიპლომატიური ურთიერთობების ქვეყნებს შორის, თქვა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე. არა, ჯერ არ ვართ ყველაზე დაბალ ნიშნულზე. არ ნიშნავს, ამას კითხულობ, ნიშნავს თუ არა. დანიშნული აკრედიტებული ელჩი საქართველოში ზოგადად არსებობს, თუმცა არა უკრაინაში, მაგრამ გაწეულია კონსულტაციებზე. შემდეგი თეორიული ნაბიჯი არის ზოგადად ელჩების არ არსებობა არც ერთი მხარის მიერ და ურთიერთობების გაგრძელება, ვთქვათ, უფრო დაბალ დონეზე. ეს არის წინა ეტაპი ზოგადად ურთიერთობის გაწყვეტა. გასაგებია და წინა ეტაპზე არ ვარ ჯერჯერობით საბედნიეროდ. საბედნიეროდ. ბატონო გიორგი, და ბოლოს მინდა გკითხოთ, ამდენი ხანია ნუ კიევში იმყოფებით, ომი გრძელდება უკრაინაში და არ შემიძლია როდესაც კიევი და მერჩვებით არ ვიკითხოთ, თავად დედაქალაქში რა ვითარება უკვე ომის თვალსაზრისით, საქართველოს მოქალაქეები რამდენად უსაფრთხოდ იმყოფებიან და ზოგადად რამდენად უსაფრთხოა უკრაინის დედაქალაქში ყოფნა ამჟამად, თქვა სხვა რეგიონებში და თვითონ ფრონტის წინა ხაზიდან მუდმივად გვაქვს რეპორტაჟები, მაგრამ ადგილიდან რა შეგიძლიათ გითხრათ? სამწუხაროდ უკრაინის ტერიტორიაზე არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანი სრულად უსაფრთხოდ არის, იმიტომ რომ არის პერიოდული დაბომბვები არა მხოლოდ ფრონტის მიმდებარე ქალაქების და სოფლების, არამედ დედაქალაქის საკმაოდ ღრმა ზურგში მდებარე ქალაქებისაც. ამიტომ დაზღვეული სამწუხაროდ არავინ არ არის. პერიოდულად მოგეხსენებათ, დედაქალაქში ცხადდება საჰაერო განგაში არის შეტევები, რასაც უკრაინის ანტისარაკეტო სისტემა დედაქალაქზე ყოველ შემთხვევაში საკმაოდ წარმატებით იგერიებს. თუმცა რამდენიმე კვირის წინ გახსოვთ მსხვერპლის მოყვა რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნას კიევში. შესაბამისად, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ უსაფრთხოა დღესაც. გასაგებია და ბატონო გიორგი, ბოლოს რამდენ ხანში ტოვებთ დედაქალაქს და როდის ჩამოდიხართ? ანუ 48 საათი უნდა გავიდეს ზუსტად, რომ დატოვოთ თუ უკვე მოემგზავრებით? არა, 48 საათი თქვა შეხვედრით, ანუ დროის დათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. ანუ უხეშად რომ თქვა, 48 საათი გადის ხვალ 12 საათამდე, რასაც ბუნებრივია ვეცდები მაქსიმალურად, რომ ხვალ 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. ვინაიდან მოგეხსენებათ, საზღვრის გარდა კიევიდან საზღვრამდე მანქანის ან მატარებლის გარდა სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს. შესაბამისად, ეს საკმაოდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, რომ უპასუხეთ ღამის კურიერის კითხვებს. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ის რამდენიმე საათში უკვე დატოვებს უკრაინის დედაქალაქს, მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოხდა მისი გაწვევა საქართველოში და მოთხოვნა ეხება მიხეილ სააკაშვილის გადაცემას უკრაინისთვის.